წუთის წინ გააკეთა. თქვენი შეფასება როგორი არის? რას უკავშირებს უმცირესობა კბილაშვილის ამ გადაწყვეტილებას და ვის მოიაზრებთ მის შემცვლელად თუ გაქვთ ასეთი ვერსია დაუშვათ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეც ძალიან ცოტა ხნის წინ მოვისმინე ბატონ კბილაშვილის განცხადება. მოლოდინები რა თქმა უნდა იყო და ამაზე საუბრობდა ყველა, რომ არჩევნების შემდეგ მთავარი პროკურორი დატოვებდა თანამდებობას. რას უკავშირებ? ჩვენ უკავშირებთ ალბათ იმ რეალობას, რაც დღეს შეიქმნა პროკურატურაში, რჩება რა, არ ვიცით, რა ხელმოსაკიდებელი. ძალიან ბევრი ხმამაღალი განცხადება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, რომელსაც პროკურატურა სვამდა. იგივე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჭორი, სხვადასხვა არადამაჯერებელი და აბსურდამდე მისული ხშირად ვერსიები. შეგახსენებთ მთავარი პროკურორის ცოტა ადრინდელ განცხადებებს და თუნდაც გვიანდელს ზურაბ ჟვანიას ფაქტთან, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ის პერმანენტულად ახერხებდა, რომ საზოგადოება ეკვება, ასე ვთქვათ, გარკვეული ინტრიგის შემცველი ბრჭყალებში განცხადებებით, რაღაცა ფაქტების ბრჭყალებში ასევე მოყვანით და საბოლოო ჯამში ვიღებდით არაფერს პრაქტიკულად. იგივე ზურაბ ჟვანიას ამახსენე, იგივე ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო გახსოვთ რაღაცა იქ ორმოები, სისხლები, რაღაცა ისეთი საშინელი სურათების დახატვა მისი მხრიდან და ეს გარკვეულწილად ქმნიდა საზოგადოებრივ გაწყობებს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, წლის დასაწყისში, როცა ის ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა ბოლოს ამ ყველაფერმა მიიღო უბრალოდ რაღაცა ესეთი ამბების მოყოლის ვთქვათ სახე და მეტი არაფერი. ასევე მთავარი პროკურორი თვითონ განაცხადა, რომ მას გარკვეული უთანხმოება აქვს რაღაც საკითხებთან მიმართებაში მომავალ პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან და ძირითადად განცხადება იყო მოცული, ასე ვთქვათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხოტბით, მისი პიროვნებით, ასე ვთქვათ, კანდიდებით და ის რომ მას მიეცნია, რომ ეს არის ყველაზე გენიალური და სწორი ნაბიჯი, რომ ბატონი ივანიშვილი გადადის საზოგადოებაში სამოღვაწეოდ, ასე თქვა მან და ისიც თვლის, რომ თვითონაც უნდა გადავიდეს სამოქალაქო საზოგადოებაში და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გააგრძელოს მუშაობა. ახლა ვის დანიშნავენ ამაზე არსებობს რაღაც გარკვეული ვერსიები, თქვენც ამის შესახებ და მეც მსმენია და არა მეტი, იგივე ნაცვლიშვილი მაგალითად, თუმცა არც მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. თუმცა პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, ძალიან ძნელი გამოსაცნობია, ახლა რა საკადრო განსხვავებულებას ვიღებ. ბატონო, რო შეაფასეთ თვითონ ეს ერთწლიანი მუშაობა მთავარი პროკურორის მის მიმართ ისმოდა პრეტენზიები, რომ ბევრი გახმაურებული საქმეა, ახლა თქვენც ბრძანეთ, რომ მას წინასწარ ქონა დაანონსებული, ვიცოდით, რომ პროკურატურაში აღძრული იყო ბევრ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით სიცხის სამართლის საქმე, მაგრამ პრეტენზია იყო ის, რომ პროკურატურა ვერ ახერხებდა ბოლომდე მieყვანა ეს საქმეები და თითქოს ვერ უმტკიცებდა კონკრეტულ ბრალდებულებს. იგივე ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურამ ორი საქმე წააგო ახალაიასთან მიმართებაში, რომელიც მას ბრალად წაუყენეს. ხომ არ შეიძლება გავხდარიყო ეს მიზეზი? მე საკმაოდ მე პროცესს დავესწარი, იგივე ბაჩუ ახალაიას პროცესებს, ვანო მერაბიშვილის პროცესებს და ალბათ თქვენც გააქვთ საშუალება და გქონდათ რომ დასწრებოდით და ეს ობიექტურად რო ავიღოთ ყოველგვარი რაღაც პოლიტიკური ზედმეტი კონტექსტების გარეშე ობიექტურად რო ავიღოთ როგორც წარადგენდა თავს პროკურატურა იქ როგორც ბრალდების მხარე თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე რომელიც მე ვიყავი ეს იყო ძალზედ უსუსური სანახაობა შემთხვევაში კურიოზული სასაცილო რაღაც შპარგალკებით კითხვა რაღაცა გაურკვეველი მოწმეების ერთი მოწმის ჩვენებაზე აგებული საქმეებიც ახლაც მიმდინარეობს იგივე ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით არ ვიცი ამ ყველაფრით ალბათ გიზიანდება ყველა როგორც ერთი მხარე ასევე მეორე მხარე ერთი მხარე ფიქრობს რომ პროკურატურა რაღაცას
თავს ვერ აბავს და ვერ ასრულებს მათთვის სასარგებლოდ, მეორე მხარე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნიათო და უსუსული პოზიცია ჰქონდათ და აქვთ. ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ გარდა აი ამ პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს, ისევ ვიმეორებ ეგრეთ წოდებული ზურაბ ჟვანიას კვლელობის, როგორც პროკურორი აანონსებდა ხოლმე ამას ხშირად და პერმანენტულად ყოველთვიურად გეუბნებთ, რომ არის ახალი რაღაცა ფაქტები, აი დღე-დღეზე გაიხსნება და ასე. აი ეს ყალბი მოლოდინები არავისთვის სიკეთსმონტანი არ არის, არც იმ ხარისთვის, რომელიც დაინტერესებულია და აი ფიქრობს, რომ რაღაცა სხვანაირად მოხდა და არც მეორე მხარისთვის, რომელიც ამბობს ამ შემთხვევაში ჩვენთვის, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი არის გამოძიებული, დევს და თუ რამე ახალი რამე გარემოება აღმოჩენილი, დროულად განაცხადოს პროკურატურა. ალბათ პროკურატურა იყო ისეთი, როგორც პიროვნულად არის ბატონი არჩილ კვილაშვილი. ჩემის აზრით რაღაცნაირი არც აქეთ, არც იქით რაღაცა გაურკვეველი რიტორიკით და ესე გაურკვეველი რიტორიკის პროკურატურა ყავდა პრინციპში ერთი წელი. ჩვენ გულისხმობ იმ ხარეს, რომელიც ხშირად, ასე ვთქვათ, დანაშაულის და დამნაშავის მხარედ არის ბრჭყალებში წარმოდგენილი. გვაქვს ჩვენი პრეტენზიები ის, რომ იგი რაღაცა მუდმივად რაღაცა ამბების შეთხზაში იყო, რაღაცა მოლოდინებს აჩენდა, რომ აი ახლა ეს ასე იქნება, ისე იქნება და რეალურად ჩანს სასამართლოებზე რაც არის და როგორც არის, მართლა კურიოზებამდე მიდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს პროცესები. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ არჩილ კვილაშვილი იყო ნაკლებად სუსტი, ნაკლებად კაცრი და ის ვერ იჩენდა სათანადოს სიმკაცრეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს იგივე ამ საკადრო ცვლილების შემდეგ რამდენად ელოდებით, რომ გააქტიურდეს თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეები. იცით მე არ მიცემ ხო თავისუფლებას აბსოლუტურად გამოუცდელი და უცოდინარი ვარ იმ საკითხში, რომელშიც ბატონი არჩილი მოღვაწეობდა და მოღვაწეობს. თუმცა მან თვითონვე აღნიშნა, ასე ვთქვათ, რომ მისთვის ცოტა ნაადრევი იყო მთავარ პროკურორად დანიშნა. იგი ასე ფიქრობს, ასე განაცხადა განცხადებაში. მე მგონი გარკვეული გამოუცდელობა და გარკვეული რაღაცა პიროვნული რაღაცა პრობლემები არსებობდა და ამის გამო იყო მისი მუშაობა ასეთი. ვერ გეტყვით, ვის დანიშნავენ, რა პოლიტიკას განახორციელებს პროკურატურა. ახლა თუ ზედმეტად დაუშვათ პირობითად კაცრ მთავარ პროკურორს დანიშნავენ, ეს თვითონ საქმეების არს ვერანაირად ვერ შეცვლის. ამან შეიძლება უფრო ასე ვთქვათ თეთრი ძაფით ნაკერის სახე მიიღოს. თუ ეხა პროკურატურა და ახალი პროკურორი, მთავარი პროკურორი რაღაცა პრინციპულად და ასე ძალისმიერ ზეწოლის პოლიტიკას აიჩევს, რომ აი კვილაშვილი ისეთი სუბუქი მიდგომებით გამოირჩეოდა და უშუალოდ ასე ჩათვლის და მან უნდა კაცრი ხელით მართოს პროკურატურა და უფრო მკაცრად უნდა წარმოადგინოს თავის პოზიციას, უფრო მეტად გამოჩნდება რა აბსურდებთანაც გვაქვს საქმე. ის საქმეები, რომელიც თავის გზით მიდის და რაღაცა დანაშაული არსებობს, გასაგებია, რომ ყველას ინტერესია, რომ იქნეს ბოლომდე ლოგიკურად ვეღარ. ასე რომ ეს პროკურორის პიროვნებაზე შეიძლება რაღაც დროის პერიოდში ვიღაცამ რაღაცა მოიგოს და რაღაც სიტუაცია შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში ასე გამოაჩინოს, რომ აი რაღაცა კაცრი ხელი დაეტყო ვიღაცის პროკურატურას და არა არჩილ კვილაშვილის რბილი, ასე ვთქვათ, ზომიერი ხელი, ესეც პირობითი ალბათ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ ხშირ შემთხვევაში აბსურდულ სიტუაციებს, რომელსაც ბრალდების მხარე აყენებს. ბატონ გოგა, არ ვიცი იმდენი რამდენიც თქვენიცით არავითარ განსაკუთრებული ინფორმაცია არ მაქვს, ალბათ იმ ეტაპზე როგორც ყველა გამოძიება, სადღაც შუაში რაღაც დაპირებებით, ახალი ფაქტების გამომზიურებებით, რაღაც პირობებად რჩება ეს ყველაფერი და ამით იღლება ერთი მხარეც, მეორე მხარეც. ვიღაცას მოლოდინი აქვს, რაღაცა ახალს გაიგებს
და ამასობაში ეს არის ჩვეულებრივ საზოგადოებას ყვებავენ რაღაცა ძირითადად მათ საკუთარ მხარდამჭერებს რაღაცა ასე უნუფებით პირობების რომ აი ხვალ გაიგებთ თქვენ ახალ რაღაცას და სიმძაფრისთვის რაღაცა ისეთ საშინელებათა ფილმების რაღაც დეტალებს ჩართავენ ხოლმე მართლა უხერხულობამდე მიდიოდა ხშირად იგივე მთავარი პროკურორის ნაამბობები ეს განცხადებებიც არისო ხოლმე იმ საშინელებებზე რომელსაც იგი რაღაც ბუნდოვნად გვაწვდიდა ხოლმე ყველასთან ბატონ გოგა ბიუჯეტზე და 9 მილიარდიან გარღვევაზე მინდა გკითხოთ უმცირესობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია და ბუნებრივია თქვენ აფრთხილებდით ხელისუფლებას რომ ეს ასეც მოხდებოდა და ვერ იქნებოდა 6%-იანი ზრდა თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ეს დესტრუქციული ქმედებები სწორედ ოპოზიციის რაღაცა მიდგომებმა გამოიწვია იმენ რომ ინვესტიციებზე და იგივე ქვეყნის ინიციატივებში იცი ბიუჯეტში ზრდა დაგეგმილი იყო როგორც 2012 წელს რომ შემოვიდა ასე ვთქვათ 2013 წლის ბიუჯეტი ჩვენ შემოტანილი ბიუჯეტით და ეს ზრდა გასული წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდებოდა ეს ხო 6-7%-იანი რაღაც მომენტში 8%-იანი ზრდაც და მათაც რომ გადაგეგმეს ბიუჯეტი 6%-იანი ზრდა ჰქონდათ გათვლილი ყველა იმ ნაბიჯის გამო რომელიც ხელისუფლებამ გადაიღო არა მხოლოდ ეკონომიკის ფინანსთა სამინისტროს დაარჩენს ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა ინვესტორებთან მიმართებაში ის უამრავი რაღაცა კანონი თუ კანონამდე მიყვანილი ინიციატივები რომლებიც ხშირად ჟღერდებოდა პარლამენტში რაღაცა ბიზნესების დახურვასთან რაღაც ზედმეტ კონტროლებთან დაკავშირებით რაღაცა მიწების გაყიდვების აღზრდა და შემდეგ ყოველთვის ვაფრთხილებთ რომ ეს გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას შემცირებას და გაჩნდება ბიუჯეტში პრობლემა. დიახ, ბიუჯეტში არის 9 მილიარდიანი გარღვევა უკვე. ამას ახლა ალბათ ძალიან შეიძლება რომ სეკვესტრი არ დაარქვან, მაგრამ მოუწევთ რაღაც ფორმით პარლამენტში შემოტანა და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ბატონი ვიძინა ივანიშვილი არ შეავსებს ახლა თავის საკუთარ ჯებიდან ამ ბიუჯეტს. ყოველ შემთხვევაში წლის ბოლო მოდის და ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის რომ ვიღაცაზე რაღაცაზე გადატეხონ ჯოხი. ნუ ეხლა ისეთი აბსურდი და ისეთი რაღაც ცრურწმენამდე მისული საუბრები როგორც გუშინ ფინანსთა მინისტრმა ხადურმა შემოგთავაზა რომ თურმე ეკონომიკის შეფერხება გამოიწვია პრეზიდენტის არსებობამ თუ საერთოდ რაღაცა სისულელემდე არ უნდა მივიდეს. ახლა ეს ყველაფერი რაღაცა ლოგიკა თვითონ უნდა მიხვდნენ რომ გამოიწვიეს და ეს ყველასთვის ყველაფერი ნათელია. რამაც გამოიწვია, მათმა გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია და მეტმა არაფერმა. ეხლა თუ რაღაცა ნოდარხადული ნიჩურტებს იკეთებს და ისე ადგენს ბიუჯეტს და რაღაცა შავი კატარო გადაურბენს წინ იმ დღეს რაღაც განკარგულებას არ გამოსცემს, არ ვიცი, მაგრამ ის რაც მან თქვა არის სრულიად სასაცილო კომიკური, რომ თუმცა პრეზიდენტის არსებობის გამო არის რომ ბიუჯეტი 2.5%-იან ზრდაზეა და არა 6%-იანზე, როგორც ხო დაგეგმილი. ახლა ალბათ დაიწყება რაღაცა ასეთი კოჰაბიტაცია დასრულდა, ახლა ზოგადად ალბათ ნაციონალური მოძრაობის არსებობა გახდება პრობლემა, რომ რადგან არსებობთ, ამიტომ ეკონომიკა არ იზრდება, აგერ პრეზიდენტზე უკვე მოვისმინეთ და ახლა ასე დიდხანს კარგი, რამდენ ხანს დაგიჯერებს შენი მომხრე, შენი თავწაკვლული მომხრე, რომელიც ყველანაირად მოყვება ყველაფერში. კარგი დაიჯერებს რომ ერთი წელი კოჰაბიტაციის ბრალი იყო, პრეზიდენტის არსებობის ბრალი იყო ახლა. თავი არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც არ გააჩნია ხელისუფლებას, არანაირი კონკრეტული დაუშვათ გეგმა არ ვიცი და პირიქით. როდესაც ჩვენ თავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს, იგივე ეკონომიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენი საზრით და ამაზე შევთავაზეთ, რომ ღიად ვიმსჯელოთ ამაზე. როდესაც თავაზობთ ამაზე პრაქტიკულად უარს ვიღებთ და რაღაცა ისეთ ქედმაღლურ დამოკიდებულებას რომ ეკონომიკის მამებს არ ჭირდებათ ვიღაცა ნაციონალებისგან რამე რჩევები და ეხლა ფაქტია რომ ეკონომიკის მამებს წლის ბოლოს ბიუჯეტი 9 მილიარდით გაეღვათ და რითი ამოკემსავენ ამ გარღვეულ ბიუჯეტს დაველოდებით და ნახოთ. და ერთი კიდევ პარლამენტში მალე დადგება საკითხი ახალი მინისტრთა კაბინეტის თვითმფრინავის გამოცხადების თავარი მიზეზი რის გამოც თქვენ ხარს არ დაუჭირთ ღარიბაშვილის კაბინეტს. ძალიან ბევრი მიზეზია, თუნდაც ის რომ იგივე ღარიბაშვილთან გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის მუშაობის
პერიოდიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვფიქრობ პარლამენტში უფრო ვრცლად და კონკრეტულად კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს. ცოლის ნაცავი არ არის და ასეთი ლოგიკებით იმედია პრემიერ-მინისტრის რანგში აღარ დაუსხლდება, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის შეკითხვას. კითხვები გვაქვს იმ საქმეებთან, რომელიც მან პირად კონტროლზე აიყვანა, ეგრეთ წოდებულ პირად კონტროლზე, რაც აპრიორი იმას ნიშნავს ხოლმე, რომ საქმე არ გაიხსნება. რაფალიანის საქმესთან დაკავშირებით, თენგიზ გუნავაზე იარაღის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, იგივე ჩვენ ჯიჰადის ვიდეოების რაღაცა ზღაპრები მოვისმენთ და ჩოტკოები თუ აღარ მახსოვს უკაცრავად გვარი, რომ სადღაც ვიღაცამ დაამზადა და ეს ზღაპრად დაგვიტოვეს არც თუ ის საინტერესო სიუჟეტით. გვაქვს კითხვები, გვაქვს პრეტენზიები, გვაქვს მის ეკონომიკურ თავარი ახლა ალბათ ქვეყნის გამოწვევა არის ეკონომიკური პრობლემები და ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა გვაქვს ვინმე მიცით ღარიბაშვილის ეკონომიკური ხედვების შესახებ. ის რომ ფრანგული ვერტმფრენი იაფად აყიდინა ბიძინა ივანიშვილს ეს გავიგეთ, მაგრამ ზოგადად ეკონომიკურ ხედვებთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი ჯერ. წარმოადგინონ პროგრამა, როგორ ხედავს პრემიერი, რა გზებს. ეხლა თუ პრემიერი ფიქრობს, რომ მომავალი პრემიერი ფიქრობს, რომ რაღაცა ასეთი მსგავსი რაღაცა აბსურდებით უნდა ყვებოს, როგორც ხადურმა შემოგთავაზა და უნებრივია, რომ გვექნება შესაბამისი რეაქცია. ნახოთ, კითხვები წინასწარ და გარკვეული პრეტენზიები გვაქვს, თუმცა ასე სასახთ შეიძლება რაღაც გენიალური პროგრამა წარმოადგინოს, რომელსაც დავეთანხმებით და რომელიც მოგვეწონება. თუმცა ამის წინაპირობები არ აჩანს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. კიდევ ერთ საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე გუშინ ჩემ Facebook-ზე დავწერე. შეიძლება? მე გუშინ ჩემ პირად გვერდზე დავწერე Facebook-ზე და მინდა რომ თქვენ როგორც ჟურნალისტებს რაღაცა ინტერესი გაგიღვიოთ, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია არ აქვს. თუ მე გკითხავთ თქვენ ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც რაღაც თვალყურს ადენებს მიმდინარე პროცესებს, არ არის ჩემი ახირება და რაღაც განსაკუთრებული ის, მაგრამ რაღაც ბუნებრივად ეგრე ხდება ხოლმე. თუ მე გკითხავთ თქვენ რა დაამთავრა ღარიბაშვილმა, თქვენ მეტყვით რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და სორბონის უნივერსიტეტი. ხო ასეა. არავის არ აქვს ამასთან დაკავშირებით კითხვა, მე მაქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრება არ ნიშნავს არც შეიძლება ეს იყო ენის კურსების გავლა, ან არ დამთავრება და უბრალოდ რაღაც სწავლის დაწყება, ან შუაში მიტოვება, ან ასე შემდეგ. მე მაქვს კითხვა, ძალიან კონკრეტული კითხვა და წინა შემთხვევიდან გამომდინარე ქალბატონ წულუკიანის დიპლომს გულისხმობ, ამის ჭყალებში კარგი გამოცდილებაც, რომ საფრანგეთში მიღებულ განათლებებს რაღაცა ცუდი ფორმით გვაწვდიან ხოლმე. მე მაქვს კითხვა, თუ ღარიბაშვილმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, ძალიან ვთხოვთ, რომ რაღაცნაირად საზოგადოება ჟურნალისტებს ალბათ ზოგადად ყველას რაღაცა ამის დამადასტურებელი რაიმე გვაჩვენონ, მართლა გვაინტერესებს. იქვე ჩდება ხოლმე კითხვა, მე რა მაქვს დამთავრებული, ბიოლოგიური ფაკულტეტი მაქვს და ბიოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მცენარეთა ფიზიოლოგი ვარ, მეტი არაფერი, საფრანგეთიც ვარ ნაყოფი დავუშვით ამერიკაში, მაგრამ არც სორბონის უნივერსიტეტის დამთავრებას, არც ენის და არც ოქსფორდს არ ვიბრალებ. არა, ეჭვირა მაინტერესებს, გვაინტერესებს, ხშირად რაღაცა ასეთ გამოცდილება გვაქვს კარგი. რაღაც ვერ შევამჩნევ ბატონი ირაკლი საუბარში ღს უფრო ელეგანტურად ხმარობს ხოლმე და აქედან გამომდინარე თუ გნებავთ კონკრეტული მართლა სერიოზულად ის არის. თხოვნა ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით ყველამ ხო ფაქტია ვიცით ხო რომ სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხო არ მეშლება ამას მე ხო არ ვიგულებ. ძალიან ვთხოვთ მას რომ წარმოადგინოს ის დიპლომი, არ ვიცი რა არის ის დოკუმენტი, რომელიც გვაჩვენებს რა დაამთავრა
რა დაამთავრა საფრანგეთში ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კანონი შეიცვალა. ამ შემთხვევაში გეთანხმებით, ამ შემთხვევაში არაფერს ეს პირად მეც ასე ვთქვი, თუ დაამთავრა ძალიან კარგი, თუ არ დაამთავრა და მაგასაც ახლა არ არის პრობლემა. კანონთან მიმართებაში აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ უბრალოდ საზოგადოების ჩემი ინტერესი აგნება პირადი, მაინტერესებს, იმიტომ რომ ასე ვიცით და რატო შეიძლება ვიცოდეთ ტყუილი. თუ სიმართლეა ძალიან კარგია, უფრო ასე ვთქვათ გაგებით მოვეკიდებით ამ ამბავს და გვეცოდინება, მაგრამ თუ ეს არის რაღაცა მორიგი, ასე ვთქვათ, სიცრუე ან გაზვიადებული ამბავი, რომელსაც ასე პირდაპირ გვაწვდიან, პრემიერი ამბობს, პოლიტიკოსები ამბობენ, პრესა ყველა იგივეს ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. მე მაინტერესებს დაამთავრა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტი. ესეც სორბონის უნივერსიტეტი როგორც ასეთი ამ ფორმით ასე აღარ მოიხსენება, არის იქ პარიზი 1, პარიზი 2, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალია და მაინტერესებს და თხოვნა მექნება რომ ჟურნალისტებიც გამოიჩინოთ ამ საკითხის მიმართ ინტერესი. წარმომიდგინოს ახლა თუნდა არ წარმომიდგინოს. მე საინტერესო სორბონის უნივერსიტეტი აქვს ახლა.